წარმოდგენა მქონდა ისეთი, რომ სვანი ხალხი ძალიან მკაცრი ხალხია. საერთოდ მთის ხალხი საერთოდ მკაცრი ხალხია, მაგრამ მთის ხალხმა ეს მე თვითონ ვიცი, იმიტომ რომ მთის კაცი ვარ. მაგრამ მართალია მკაცრი ხალხია, მაგრამ დიდი სიყვარულიც იციან. თავდადებული სიყვარული იციან და აი ეს თავდადებული სიყვარული, თავდადებული რწმენა მე ვნახე თქვენში. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა გაგაძლიეროთ და აი ეს ნათელი, რომელიც ასე ნათლად დავინახე მე ამ წმინდა ადგილზე, მოეფინოს მთელ საქართველოს ეს მათ. მერთმა დაგლოცოთ. კარგად, რა დროს არ ყოფილა შემთხვევა, რომ სვანეთი განდგომილი ყოფილიყო საქართველოდან, მუდამ ერთგული იყო საქართველოს. აი დღესაც ეს ეს ხალხი იცავს იმ ძველ ტრადიციას, დაგრძელებს იმ ტრადიციას. მე დიდი მადლიერებით მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ერი მადლობელია თქვენი, რომ თქვენ შეუნარჩუნეთ საქართველოს აი ეს სიწმინდენი, ხატები, ჯვრები და ის სიწმინდე, რომელიც იქმნებოდა საქართველოში და იქმნებოდა კერძოდ სვანეთში. იმდენად მაღალი იყო ხელოვნება სვანეთში, რომ ამ ხალხმა შექმნა თავისი სკოლა, სვანური სკოლა, სვანეთის სკოლა მხატვრობაში. ჩვენ რომ უყურებთ ამ კურთხეულ ფრესკებს, სადაც ჩანს ხასიათი, სიწმინდე ჩვენი ქართველი ადამიანისა, ჩვენ არ შეგვიძლია მუხლი არ მოვიყაროთ მათ